ბატონო ტეილორ სვიფტი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტრევის კელსი ოფიციალურად დაქორწინდნენ. მეგობრებო, მიულოცოთ. ცერემონია ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენზე გაიმართა. პატარძალს ფრანგული მოდის სახლის დიორის კაბა ეცვა, რომელიც ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა ჯონათან ანდერსონმა სპეციალურად მისთვის შექმნა და ჯერჯერობით სამოსის ფოტოები საერთაშორისო მედიაში არ გავრცელებულა. უცხოური გამოცემების ცნობით, ქორწილს დაახლოებით 1000 სტუმარი ესწრებოდა. სვიფტის მეჯვარე, მისი ძმა ოსტინი გახლდათ და ღონისძიებას მსახიობი ადამ სენდლერი უძღვებოდა. მოკლედ, ადამის ესე წაყვანილი ღონისძიებები კიდევ დიდ მხიარულებასთან არის ხოლმე დაკავშირებული. ცერემონია დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ადამ სენდლერთან მომიტანა მე, შეხედეთ, აი, მკრეხელობა ჩაიდინა ჩვენ. მოკლედ, სტუმრებს ტელეფონების გამოყენება ეკრძალებოდათ, ესეც აღსანიშნავი ამბავია ამ ცერემონიის განმავლობაში, ამიტომ ჯერჯერობით ინტერნეტ სივრცეში შესაბამისი კადრები არ მოიპოვება. ქორწილის აღსანიშნავად Empire State Building-ი ლურჯ ფერებში განათდა, ესეც ვთქვათ, და Madison Square Garden-ზე კი დიდ ეკრანზე გამოჩნდა ფრაზა ტეილორი და ტრევისი დაქორწინდნენ. მეფე პატარძალს გაუმარჯოს. აი ესეთი ფრაზა გამოჩნდა. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ წყვილის ურთიერთობა 2023 წელს დაიწყო. ტრევისი ტეილორის ყურადღების მიქცევას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტსმენმა აღიარა, ის ვარსკვლავის შემოქმედებით მოხიბლული იყო და მისი ახლოდან გაცნობა ძალიან სურდა. ტეილორის ერთ-ერთ კონცერტზე ყოფნის დროს ტრევისმა სამაჯურზე საკუთარი ნომრის დაწერა და მომღერლისთვის მიწოდებასა და თუმცა უშედეგოდ ეს ყოველივე და წარუმატებლობების მიუხედავად კელსი არ დანებებულა, მან სვიფტის გულის მოგება მაინც შეძლო. ფაქტიც აგერ სახეზეა. ტეილორისა და ტრევისის წყვილი რომანტიკული კომედიის ინსპირაციადაც კი იქცა, გავრცელებული ინფორმაციით. საშობაო ფილმს უფროსების სასიყვარულო ურთიერთობა ერქმევა, აი ეს სწორედ ეს სახელწოდება, როგორც ცნობილია, კინოსურათის გადაღებები კანზას სიტიში დაიწყება და დაველოდებით ამ φιλმსაც, რა თქმა უნდა, და ფოტოებსაც, რომელიც უნდა გავრცელდეს მალე. ეხლა ჩვენ დრაზე დავფიქრდით, არის მსოფლიო ვარსკვლავი, თქვათ, ვის ქორწილშიც იქნებოდი შენ გამწევი ძალა. რა კითხვას სვა? აი ვინმე არის? გიფიქრია ეგეთ რამე? გამწევი ძალა რა ვის? ნუ აი შენ წაიყვანდი მაგალითად. აი მე არ ვიცი, მე აი ესეთი რაღაც არ მიფიქრია, ჩემო თაკო. არ მიფიქრია ეგეთი რაღაც. დიდი სიამოვნებით.